ინტელექტუალური კონკურსის სახელწოდებით ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას დასრულდა. ფინალური ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე და გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი ბიძინა გუნია. კონკურსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ჩატარდა. მასში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პირველ ადგილზე გასული გუნდი ისრაელში გაემგზავრება, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ტაო კლარჯეთს მოილოცავენ, დანარჩენი ფინალისტები კი საქართველოს ერთ-ერთ ეპარქიას ეწევიან. შეგახსენებთ, რომ ინტელექტუალური კონკურსი ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით უკვე 16 წელია ტარდება. დღეს გახლავთ ფინალი კონკურსისა ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას, რომელსაც ერთობ დიდი გამოხმაურება აქვს ახალგაზრდობაში, სკოლებს გულისხმობ და აი ფინალში უფროსებიდან 7 სკოლა წარმოდგენილი, უფროს კლასელებიდან, უმცროსიდან 4 სკოლა, თუმცა ამას წინ უძღოდა მთელი რიგი ეტაპები, სადაც გამოირჩნენ გამარჯვებულები და მთავარი არსი გახლავთ, რომ ახალგაზრდები სწავლობენ ბიბლიას. და ამას აქვს თავისი მნიშვნელობა, ის რომ მოვლენები, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოში და ამ შემდეგ და პროცესები ჩვენ შეგვეძლოს აღქმა სულიერი, აღქმა მოვლენების. მე მახსოვს ერთ-ერთ ეპისტოლეში მისი უწმინდესობა და უნიტარესობა ელემეორე ბრძანებდა, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს მოვლენების სულიერი აღქმა და ეს ვერ მოხდება თუ ბიბლიას არ დაეწაფები. და რაოდენ სასიხარულო, როდესაც ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები ასე წარმატებით და დიდი ხალისით ეუფლებიან ამ სიბრძნეს, ორი აღთქმის სიბრძნეს, ძველი და ახალი აღთქმის სიბრძნეს, აი ჩვენ მომსწრენი გავხდებით ამ დიდი სიხარულის. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვიღებთ მონაწილეობას და დიდი ისტორია გაგვაჩნია ამ კონკურსთან დაკავშირებით და ჩვენ სწავლობთ ბიბლიას ზოგადად არის კონკურსი სიხარული და ბედნიერები და გამოცდილებით დატვირთული და დახუნძული და ყველა ბავშვი ფიქრობ, რომ ბედნიერი და იღბლიანია, ვისაც ბიბლიასთან აქვს ურთიერთობა. მესამე წელია რაც მონაწილეობა ამ კონკურსში, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი ახალგაზრდებისთვის, წმინდა წერილთან დაახლოებისთვის. ათონის მთის ქართული ნევნირებული ხელნაწერი, სამუსიკო პალეოგრაფიული ანალიზი. ამ თემაზე საჯარო ლექცია გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრას ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გალობის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი ეკატერინე ონიანი უძღვებოდა. ლექციაზე განხილული იყო ხელნაწერის ნევნური სისტემა ქართულ სამუსიკო პალეოგრაფიასა და ბიზანტიური ეკფონეტიკური ნიშნების კონტექსტში. ასევე საუბარი იყო ხელნაწერის ფრაგმენტზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივში აღმოჩნდა. შეხვედრას სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები ესწრებოდნენ. გალობის უნივერსიტეტი ხშირად აწყობს მსგავსი ტიპის შეხვედრებს. ეს გახლავთ ძირითადი სასწავლო პროცესის მიღმა საგანმანათლებლო შეხვედრები, სადაც საინტერესო მოხსენებებით სხვადასხვა მკვლევარები წარდგებიან ხოლმე ჩვენ უნივერსიტეტში. დღეს ქალბატონი ეკატერინე ონიანი, ჩვენი უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი და კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი გვესტუმრა და გაგვაცნო ძალიან საინტერესო მოხსენება, რომელიც ეხებოდა ქართულ ნევნირებულ ხელნაწერებს, საგალობელთა ნევნირებულ ხელნაწერებს. კერძოდ კი ათონის მთაზე დაცულ კონკრეტულ ხელნაწერებს და მის შესახებ გააკეთა ძალიან საინტერესო მოხსენება. დღევანდელი ლექცია ეხებოდა ათონულ ხელნაწერს 85-ის პალეოგრაფიულ ანალიზს. ძალიან საინტერესო ლექცია იყო, საინტერესო მოხსენება. ქალბატონმა ეკატერინე ონიანმა ჩაატარა ეს ლექცია და ზოგადად ასეთი ლექციები ძალიან მნიშვნელოვანი არის და თქვა აუცილებელიც არის სტუდენტებისთვის და არა მარტო სტუდენტებისთვის, ვინც ამ საქმით არის დაინტერესებული. ეს ლექცია ჩემთვის იყო ძალიან ინფორმაციული და საინტერესო, რადგან ამ კუთხით, როგორც ვიცით, საქართველოში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს კვლევები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევის შედეგები გაგვიზიარა დღეს ქალბატონმა ეკატერინემ და მადლობას ვუხდით ამისთვის.
შანხაის ავტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო ახალი სპორტული ელექტრომობილი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ახალი მოდელი ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანია BYD-ის სპეციალისტებმა შექმნეს. ავტომანქანა მაქსიმალურად აღჭურვილია ტექნოლოგიებით. სპეციალისტების განმარტებით, ახალი მოდელის შექმნა მიზნად ისახავს ბაზარზე ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ახალი ავტომობილი მაღალი ტექნოლოგიებითა და ფასით ბევრ მსხვილ ავტომწარმოებელ კომპანიას გაუწევს კონკურენციას.